მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გიორგი ფოფხაძე, მას მაყურებელი კარგად იცნობს და წარდგენაც არ სჭირდება. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ ჩვენ კითხვებს, თქვენ არ იმყოფებით საქართველოში თან. კი ბატონო, მე საქართველოში არა ვარ, მოგესალმებით. მივესალმები თქვენ ტელეკომპანიის მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. ბატონო გიორგი, მინდა გკითხო, თქვენ იცით რომ ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ადევს ინკასო, იცით ეს რას ნიშნავს, რა პრობლემებია, რა დაბრკოლებებია მედიისთვის, როდესაც მისი ანგარიშები დაყადაღებულია. მაშინ როცა თრიალეთზე 100-ჯერ მეტი დავალიანება აქვთ თქვათ სახელმწიფოს წინაშე, შემოსავლების სამსახურის წინაშე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედია ორგანიზაციებს. აქ არის შერჩევითი სამართალი, იცით ხომ, თქვენ როგორც მრავალგზის გამოცდილს ასე ვიტყოდი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, დევნის, რას გვირჩევდით თრიალეთს, ჩვენს ტელეკომპანიას? კი ბატონო, სამწუხარო ფაქტია, რომ თრიალეთი რაღაცა წინა ხელისუფლების დროსაც ყელზე ადგა იმ მთავრობას და ამ ხელისუფლების დროსაც ყელზე დაადგა, რა ქვია, ახალ ხელისუფლებას. სამწუხაროა იმიტომ, რომ საქართველოში ბოლო 30 წელია, სადღაც 35 ხო გვაქვს, რა ქვია, დამოუკიდებლობა, ჩვენ აღდგენილი დამოუკიდებლობა, აქედან სადღაც 30 წელია საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლების პირობებში მედია ხდება ზეწოლის ობიექტი, ზეწოლის საგანი და არ ვიცი ხო ნებისმიერ ხელისუფლება ცდილობს რომ მედია შეავიწროს. თუმცა მე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე ხელისუფლებისათვის, მაგრამ ამათმა რატომღაც ისევ იმ გზაზე წასვლა გადაწყვიტეს, რა გზითაც წინა ხელისუფლებები დადიოდნენ და ისევ იმ რუსულად ვიტყვი ნაგრაბლю наступили, ამაზე რა ქვია, დააბიჯეს ფეხი იგივეს რასაც წინა ხელისუფლება აბიჯებდა სამწუხაროდ ასია. დიახ, გეთანხმები, რომ სახელმწიფო მედიებს, სახელმწიფო მედია საშუალებებს მილიონობით ლარი და დოლარის დავალიანება გააჩნიათ და არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ. ეს არის მედიაზე ზეწოლის, ასე ვთქვათ, ყველაზე აპრობირებული ხერხი, რომელსაც სამწუხაროდ ყველა ხელისუფლება საქართველოში ამას აკეთებს და აკეთებდა და ეხლაც ესენი აკეთებს. მით უმეტეს ამ ხელისუფლებას არ უნდა გაეკეთებინა ეს ჩემ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდ რამდენადაც ჩვენი ეს რა ქვია ხელისუფლების ესე ვთქვათ არაფორმალური მმართველის პირადი ტელეკომპანია TV9, სადაც ხალხშორის მეც მუშაობდი თავის დროზე, იყო წინა ხელისუფლებიდან დევნის და შევიწროების საგანი, არა მარტო საგანი, კლასიკური მაგალითი იყო სატელიტების დაყადაღების, აპარატურის გაფუჭების, დაზიანების და ასე შემდეგ და ჩვენ მივედით იქ, საიდანაც დავიწყეთ, ანუ იმ წრეზე წავედით და ზუსტად იგივეს ვხედავთ განსაკუთრებით ახლა თქვენი პატარა ტელეკომპანიის, რეგიონალური ტელეკომპანიასთან მიმართებაში. არ ვიცი, რა შეიძლება თქვა, უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მსგავსი არაფერი არ მოხდეს, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავაყენოთ საქმის კურსი, განსაკუთრებით ჩვენთვის, ანუ ჩვენზე პირდაპირ მომუშავე ჟურნალისტური საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტთა საერთაშორისო ლიგა, ჟურნალისტების საზღვრების გარეშე, პრესის დამოუკიდებლობის თავისუფლების კომიტეტი, სტრასბურგში ალბათ ესა რა ქვია, ევროსაბჭოს პრესის თავისუფლების კომიტეტი და ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი სტრასბურგში, მე მგონი კომისარი ახლა ჩამოსვლას აპირებს საქართველოში და
ბრძოლა არ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ამათთვის ყველაზე მთავარი ეხლა არის არასამთავრობოების და მედიის გაჩვენება, ხო? დამოუკიდებელი მედიის გაჩვენება. ხა რაც არ უნდა ამათ მაიძახონ, რომ პარტიული მედია არის ოპოზიციური მედია, უკაცრავად კომპანია იმედი რა არის? უკაცრავად ტელეკომპანია რუსთავი რა არის? უკაცრავად ტელეკომპანია პოსტივი რა არის, ხო? პოსტივი საერთოდ დეპუტატის არის. აი ამას რა ქვია ვიქტორ ჯაფარიძის რომელსაც ეკრძალება კანონით კონსტიტუციით ეკრძალება ამის რა ქვია გაკეთება და ის არის ტელეკომპანია პოსტივის ერთ-ერთი მფლობელი ხო აი რაღაცა აბსურდის თეატრში ვცხოვრობ წარმოუდგენელ აბსურდის თეატრში ვცხოვრობ და ეს აბსურდის თეატრი უნდა დაიშალოს და აღარ უნდა არსებობდეს არ ვიცი ეს არის რაც შემიძლია თქვა და ჩემი მხარდაჭერა ტელეკომპანია ტრიალეთს მეტი რა შემიძლია თქვა მადლობა დიდი ამისთვის ბატონო გიორგი თქვენ თუ შეგიძლიათ იმ ორგანიზაციებს რომელიც ახსენეთ რომ მიაწვდინოთ ხმა თუნდაც რა მდგომარეობა მედიის კუთხით საქართველოში თუნდაც ტრიალეთია თუ შეგიძლიათ კი ბატონო მე ყოველთვის ვარ ამ ორგანიზაციებთან ესე ვთქვათ ჭიდრო კავშირში და ხაზზე ყოველთვის სამწუხაროა რომ მისას დროსაც ტრიალეთს ერთად ვიბრძოდით და ეხლაც ერთად მოგვიწევს ამ ფრონტზე ბრძოლა თუმცა აი ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია ამ წუთში რაც განასხვავებს ამ ბრძოლას წინა ხელისუფლების დროს მედიაზე ზეწოლისგან ბრძოლისაგან წინა ხელისუფლებას ასე თუ ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოებიც ესმოდა ევროპა, ამერიკა, დამოუკიდებელი სამყარო, რასაც იტყოდა და შენიშვნას მიცემდა იმ ხელისუფლებას, უნდა და არ უნდა და ეს ხელისუფლება ასე თუ ისე ასრულებდა. ამათმა საერთოდ იგნორი გააკეთეს. ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ელემენტარულად იმისათვის, რომ ინფორმაცია იყოს დაფიქსირებული, რომ ეს ხდება საქართველოში. თორემ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისარიატი მას რაიმე რეკომენდაციას მიცემს, თუ ჟურნალისტების საზღვრების გარეშე რაიმე სახის რეკომენდაციას მიცემს, დამერწმუნეთ, რომ ეს ხელისუფლება ამას არც გაითვალისწინებს და არც გამოიყენებს. ჩვენ სხვა ტიპის ბრძოლა გვიწევს ახლა. ჩვენ გვიწევს ჟურნალისტები ქუჩაში. აი ამ ბრძოლაზე ვართ გადასული და აბა რო ეტყვი რომ ეს არა ქვია აბა იმედს რო აქ აღარ გპასუხობე. იმისთვის შეიძლება, შენთვის არ შეიძლება. დამისახელეთ მსოფლიოში ტელეკომპანია, რომელსაც დავალიანება არ აქვს. ტელევიზია ეს ისეთი რაღაც არის, ეს არის მუდამ დოტაციური. მით უმეტეს ისეთი პატარა სარეკლამო ბაზარის ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. არ ვიცი, იმის მაგივრად რომ მედიას ეხმარებოდეს ხელისუფლება და იყოს დაინტერესებული, რომ ზუსტად ოპოზიციური მედია საშუალებები არსებობენ, ესენი პირიქით კლავენ. ამისთან არაფერი გამიგია კაცო. კიდევ ერთხელ ვახსენებ ინკასოს და იმასაც ვიტყვი, რომ თქვენთვის გასაგებია რა დაბრკოლებები შეიძლება შექმნას პრობლემები, როდესაც ანგარიშებია კომპანიის დაყადაღებული, მაყურებელსაც შევახსენებ, რომ აუცილებელ ხარჯებს ვერ დაფარავს, ხო, ტელევიზია, ხელფას ვერ გადაუხდი ჟურნალისტს ელემენტარულად, ეთერში ვერ გახვალ, იმიტომ რომ დაყადაღებულია ყველაფერი, მანქანას ვერ დაკოქავ და გადაღებაზე ვერ წახვალ. სატელიტური მაუწყებლობა უკვე მესამე დღეა შეწყვიტა ჩვენმა არხმა. აბა რა იქნება კაცო? როცა ინკასო ესეთ რამეს, აი ნუ არ ვიცი ახლა მე რაც გამიგია ამ ბოლო იმის რა ქვია 10 წლეულების განმავლობაში ერთი ბელორუსში მოხდა და მეორე იმაში რა ქვია რუსეთში ხო ტელეკომპანია დოჟდე იმას რა ქვია დააყადაღეს და დახურეს რა ვიცი რა არ გაუკეთეს და მეორე ესა რა ქვია ნეხტა იმაში ბელორუსიაში
და მესამე ჩვენთან არის ესე რომ ეს რა ქვია პატარ-პატარა ისეთ პატარა ტელევიზიების განვითარება როგორიც თრიალეთია სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს ეს მით უმეტეს რეგიონალური მედიების ეს უნდა იყოს რა ქვია განვითარების პროგრამა ჩვენ ახლა რეგიონებში საფრანგეთში მაგალითად ყველა რეგიონს თავისი ტელევიზია აქვს ადგილობრივი ესა რა ქვია ინფორმაციის გაგება რომ მინდა რატო უნდა უყურო TFR-ს უყურებ εμას რა ქვია ჩვენ რეგიონალურ მედიას ახლა ზოგჯერ ისეთი უცნაური თარიღობი დაახლოებით ისეთი რომ ება რა ქვია ვიღაცა ჟან-პიერმა დაკარგა კალოში მაგრამ ეს ხო იმ რეგიონისთვის იმ ჟან-პიერის მეზობლებისთვის საინტერესოა ის ხო იგებს ამით ამიტომ ეს საჭირო და აუცილებელია რეგიონალური მედიის ესა რა ქვია ყოლა კაცო სენ უკვე მააკეთებენ ყველაფერს და ძალიან ცუდად დაამთავრებენ უბედურება იმაში რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ ერთია ეს ტელეკომპანია რა გამოწვევ თრიალეთი ჩვენი ტელეკომპანია რა გამოწვევების წინაშე დგას და აგერმზია ამაღლობელი ციხეში ზის ქალი ჟურნალისტი ხომ ისიც ისჯება არა აბსურდული ბრალდებებისთვის ხო და არა ადეკვატურია ის სასჯელი საინტერესო რაღაცა მოხდა ხო მზია დაიჭირეს არაფრის გულისთვის სილა გააწნა ხო და 4 წელი მიუსაჯეს ქალს და იმეს ჩოხატაურის გამგებელმა თუ ემა რა ქვია საკრებულოს თავმჯდომარედ თემაში გაარღვია პოლიციელი და გირაოთი გამოუშვეს კაცო აი როგორ აბსურდის თეატრში ვცხოვრობ თქვენ ხო ხედავთ რა ქვია ამას სახელი აღარაფერი რა და ეს ყველაფერი როგორ ჩანს თქვათ თუნდაც თქვენი მეგობრების თვალით უცხოელი მეგობრების მედია ორგანიზაციების მხრიდან დასავლეთიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი ერთია ჩვენ ვიცით აქ როგორ არის მაინც კი ბატონო ძალიან ცუდად ჩანს ეს ყველაფერი და მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში რომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს ეს სრულიად ახლო მომავალში იმისათვის რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩა ეს აწყობს ყველაფერი ხელისუფლებას რომ ჩვენ შეგვიჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია და ჩრდილოეთ კორეასავე ჩაკეტილი ეს ვიყოთ რა ქვია ქვეყანა ვიყოთ მაგრამ არ გვაწყობს ჩვენ ხო ეს არ აწყობს ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროს ძალიან ცუდად ჩანს არ არსებობს არც ერთი დასკვნა არც ერთი რაპორტი არც ერთი განცხადება ეს რა ქვია საერთაშორისო ორგანიზაციების სადაც საქართველოს ნეგატიურ წრეში არ იყოს ეს რა ქვია მოხსენიებული ესე დაცინიან შეშფოთდნენ ევროპა ეხლა რუსეთია რომ ჯარები შემოგიყვანოს თუ რა უნდა გეუბნება გთხოვს გეხვეწება რომ ეს არ გააკეთო ცივილიზებული სამყარო სხვანაირად რას გააკეთებს დიდი მადლობა ბატონო გიორგი ჩართვისთვის და რას ეტყოდით საბოლოო თრიალეთის თანამშრომლებს ჟურნალისტებს აი ამ ბრძოლის გამაგრდით ამას ვეტყოდი გამაგრდით ყველანი თქვენ გვერდითა ვართ წარმატებები და ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ მადლობა დიდი კიდევ ერთხელ იმისთვისაც რომ იყავით ჩვენთან ერთად კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო გიორგი კარგად ბრძანდებოდეთ მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები